თავი 8, მუხლი 1, 3. 1 და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად და დაბად ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა და 12 მოწაფენი მისთანა. 2 და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულიყვნენ სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა, მარიამ, რომელსა ერქვა მაგდალენელი, რომლისაგან შთნიეშმაკნი განსრულიყვნეს. 3 იოანა, ცოლი ქოზასი, ეზოს მოძღვრისა ჰეროდესი და სუსანა და სხვანი მრავანი, რომელნი მსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა. გარდა მოხდა რაზეციდან იმისათვის, რათა თავადვე ეჩვენებინა ჩვენთვის მაგალითი ყველაფერში და წინასწარი მონახაზი. უფალი გვასწავლის, რათა არ დავიზაროთ სწავლება, არამედ ყოველი კუთხე კუნჭული შემოვიაროთ და ვიქადაგოთ, ვინაიდან რასაც კი აკეთებდა, ყველაფერს ჩვენს დასამოძღვრად აკეთებდა. იგი ყველა ქალაქსა და სოფელში დადიოდა და თან 12 მოწაფე დაჰყავდა, რომლებიც არ ასწავლიდნენ, არ ქადაგებდნენ, არამედ თავად სწავლობდნენ მისგან და იღებდნენ დამოძღვრას მისი საქმეებითა და მისი სიტყვებით. უფალი ქადაგებდა არა მიწიერ კეთილდღეობაზე, არამედ ცათა სასუფეველზე, ვინაიდან სხვას ვის უნდა ეკადაგა უკეთესად ზეციურზე, თუ არა მას, ვინც ზეციდან გარდა მოხდა. ამიტომაც არც ერთი წინასწარმეტყველი არ ქადაგებდა ცათა სასუფეველზე, ვინაიდან როგორ იქადაგებდნენ იმაზე, რაც არ უნახავთ. ამიტომაც ამბობდა წინამორბედიც, რომელი არს ქვეყანით ქვეყანისაგან არს და ქვეყანისასა იტყვის, ხოლო ზეცით მომავალი ყოველთა ზედა არს. და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს იოანეს 3:13-22. უფალს მისდევდნენ დედებიც, რათა ვიცოდეთ, რომ მდედრობით სქესაც არ უშლის ხელს უძლურება შეუდგნენ ქრისტეს. და აკვირდი იმასაც, რომ მიუხედავად სიმდიდრისა, მათ მაინც სიგლახა კი აირჩიეს ქრისტესთვის და ქრისტესთან ერთად. ხოლო ის, რომ ისინი მდიდრები იყვნენ, შეიცანი იქიდან, რომ უფალს ემსახურებოდნენ ნაყოფთაგან მათთა და არა სხვათა, ან და უსამართლოდ შეძენილი ქონებით, როგორც მრავალნი აკეთებენ. სიტყვებში, რომლისაგან 7 ეშმაკნი განსრულიყვნეს, ზოგიერთნი რიცხვ 7-ს იღებენ როგორც განუსაზღვრელს, მრავალის ნაცვლად, ვინაიდან წმიდა წერილში რიცხვი 7 ხშირად იხმარება მრავლის ნაცვლად. სხვამ შესაძლოა თქვას, როგორც არსებობს 7 სული სათნოებისა, ასევე პირიქით 7 ბოროტი სულიც, მაგალითად, არის სული ღმრთის მოშიშების, მეორე მხრივ არის სული ღმრთის შიშის არქონისა, არის სული კეთილგონიერებისა, მეორე მხრივ არის სული უგუნურებისა და თუ კი ეს 7 სული არ განიდევნება სულიდან, ვერავინ შეუდგება ქრისტეს. ვინაიდან ჯერ სატანა უნდა განაგდო, ხოლო შემდეგ ქრისტე დაემკვიდროს. თავი 8, მუხლი 4, 10. 4, ხოლო რომელნი იგი მისთანა იყვნენ ერნი მრავალნი და ქალაქად რომელნი მოვიდოდეს მისა, ეტყოდა მათ იგავით. 5. გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა ცისა და თესვას ამას მისა, რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი. 6. და სხვა დავარდა კლდესა ზედა აღმოსცენდა და განმა, რამე თუ არა იყო სიღრმე მიწისა. 7. და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. 8. და სხვა დავარდა ქვეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყონაყოფი 100 წელი. ამას ეტყოდა მითა, რომელსა ასხენ ყურნის მენად ისმინენ. 9. კითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმეთ, რა არს იგავი ესე. 10. ხოლო თავად მან ჰრქვა მათ, თქვენ და მოცემულ არ ცნობად საიდუმლო სასუფეველი ღმრთისა, ხოლო სხვათა, იგავით, რათა ხედვიდენ და ვერ იხილონ და ეს მოდის და ვერ გულისმაყონ. ახლა აღსრულდა ის, რაც დიდი ხნის წინ თქვა დავითმა ქრისტეს სახელით, აღვაღო იგავით, ამბობს იგი, პირით ჩემი, ფსალმუნი 77:2. უფალი იგავებით საუბრობდა მრავალი მიზეზის გამო, კერძოდ, რათა მსმენელი უფრო ყურადღებიანი გაეხადა და აღეძრა მისი გონება იმის გამოსაკვლევად, რის შესახებაც არის საუბარი, ვინაიდან ჩვენ, ადამიანები, უფრო მეტად დაკავებულნი ვართ დაფარული საუბრებით და ცხადს ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას, და რათა უღირსებმა ვერ გაიგონის, რაც საიდუმლოდ ითქმის, და სხვა მრავალი მიზეზის გამო საუბრობს იგი იგავებით. გამოვიდა მთესვარი, ანუ ძე ღმრთისა გამოვიდა, წიაღთაგან მამისა და საკუთარი იდუმალებიდან და გახდა ხილული. ვინ გამოვიდა? ის, ვინც მუდამ თესავს ჩვენს სულებში კეთილთესლს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ასწავლის, არამედ ამ სოფლის მეშვეობითაც და იმ მოვლენებისა, რომლებიც ხდება ჩვენს თავს და ჩვენს სიახლოვეს. იგი გამოვიდა არა იმისთვის, რათა დაღუპოს მიწათმოქმედნიან და გადაწვას ქვეყანა, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ თესოს.
ვინაიდან მიწათმოქმედი ხშირად გამოდის არა მხოლოდ იმისათვის, რომ თესოს, არამედ სხვა რამისთვისაც. იგი გამოვიდა დასათესად თესლისათვისისა. ვინაიდან სიტყვა სწავლებისა მას საკუთარი ჰქონდა და არა სხვისი. წინასწარმეტყველნი მაგალითად რასაც კი ამბობდნენ არა თავისი სახელით, არამედ სული წმიდისა, ამიტომაც ამბობდნენ ისინი, ამას ამბობს უფალი. ქრისტეს კი ჰქონდა თავისი თესლი, რის გამოც როდესაც ასწავლიდა, იგი არ ამბობდა, ამას ამბობს უფალი, არამედ მე გეუბნებით თქვენ. როდესაც იგი თესავდა, ანუ ასწავლიდა, ზოგიერთი თესლი დავარდა გზის პირას. მას არ უთქვამს, თესვარმა დააგდო, არამედ დავარდა იგი, იმიტომ რომ თესვარი თესავს და ასწავლის, სიტყვა კი მსმენელთა გულებში ვარდება. სწორედ ისინი აღმოჩნდებიან ან გზა, ან კლდე, ან ეკლოვანი, ან და კეთილი ნიადაგი. როდესაც მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის შესახებ, უფალმა უთხრა მათ, თქვენ და მოცემულ არს ცნობად საიდუმლო სასუფეველსა ღმრთისა, ანუ თქვენთვის სწავლის მსურველთათვის, ვინაიდან ყოველთვის ვინც ითხოვს, მიეცემა. სხვებს კი მათ, ვინც არ არიან ღირსნი საიდუმლოსი, დაფარულად მიეცემათ, და ასეთნი გვეჩვენებიან თვალხილულად, მაგრამ ვერ ხედავენ და მსმენელებად, მაგრამ ვერ გულისხმაყოფენ და ეს მათივე სიკეთისთვის. ვინაიდან ქრისტემ იმიტომ დაფარა ეს მათგან, რათა ისინი შეიცნობენ რა საიდუმლოებებს და მოიძულებენ მათ უფრო მეტად არ განიკითხნენ, ვიანიდან მცნობელი და უბულებელ მსყოფელი უმძიმესი სასჯელის ღირისა. თავი 8, მუხლით 11, 15. 11. ხოლო იგავი იგი ესე არს, თესლი იგი არ სიტყვა ღმრთისა. 12. ხოლო გზასაზე და იგინი არიან, რომელთა ესმის, მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყვა იგი გულისაგან მათისა, რათა არ აჰრწმენეს და ცხონდნენ. 13. ხოლო რომელი იგი კლდესაზე და რომელთა იგი რა ჟამს ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან სიტყვა იგი, და ამათ ძირი არაუბნ, რომელთა იგი ჟამ ერთ ხრწამ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან. 14. ხოლო რომელი იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან, რომელთა ისმინიან სიტყვა და სრულმისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენეთ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერი ქმნიან. 15. ხოლო რომელი იგი კეთილსა ქვეყანასა დაეთესა, ესე არიან, რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყვა და შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა. არსებობენ სამი სახის ადამიანები, რომელნიც ვერ ცხონდებიან ამ იგავის მიხედვით. პირველს მიეკუთვნებიან ისინი, რომლებიც ჩამოგვანან თესლს გზაზე დავარდნილს, ანუ რომლებმაც სრულიად არ მიიღეს მოძღვრება, რადგანაც როგორც გზა გათელილი და დამტვრეული არ იღებს თესლს, ვინაიდან იგი გაქვავებულია, ასევე გულქვანით სრულიად არ იღებენ მოძღვრებას იმიტომ, რომ ისინი თუმცა კი ისმენენ, მაგრამ უყურადღებოდ. მეორეს მიეკუთვნებიან ისინი, რომელნიც ჩამოგვანან თესლს, კლდეზე დავარდნილს, ანუ ისინი, რომელთაც მართალია მიიღეს მოძღვრება, მაგრამ შემდეგ, ადამიანური სისუსტის და გამო, უძლურნი აღმოჩნდნენ საცდურთა წინაშე. მესამე სახისა, ეს ისინი არიან, ვინც იციან მოძღვრება, თუმცა შემშთვარნი არიან ყოფითი საზრუნავებით. ამრიგად 3 წილი წარწყმდება, ხოლო 1 ცხონდება. ამგვარად ცხონებულ გზაზე შემდგარნი ცოტანი არიან, ხოლო წარწყმედილისა კი ძალიან ბევრი. შეხედე, როგორ საუბრობს იგი ყოფითი საზრუნავებით შემშთვართა მიმართ, მას არ უთქვამს, რომ მათ სიმდიდრე შეაშთობს, არამედ სრულმა სიმდიდრეზე. ვინაიდან სიმდიდრე კი არ უნებს, არამედ სრულმა მასზე. იმიტომ, რომ მრავალმა მიიღო სარგებელი სიმდიდრიდან და არიგა რა იგი გლახაკთა შიმშილის მოსაკლავად. დააკვირდია ასევე მახარებლის მიერ თქმული სიზუსტესაც, ცხონების გზაზე შემდგართა მიმართ, ისმინიან სიტყვა და შეიკრძალიან. ეს მან თქვა მათ გასაგონად, ვინც გზაზე არიან, ვინაიდან ისინი არ იმარხავენ მოძღვრებას, არამედ ეშმაკის ტაცებს მათ. და ნაყოფი გამოიღონ, ეს თქვა მათ გასაგონად, ვინც ყოფით საზრუნავთაგან არიან შემშთვარნი და ვერ უძლებენ ბოლომდე, ვინაიდან ასეთნი, ანუ ისინი, ვისაც ბოლომდე ტარება არ ძალუძთ, ნაყოფს ვერ გამოიღებენ. მოთმინებითად თქვა მათ გასაგონად, ვინც კლდეზეა, ისინი იღებენ მოძღვრებას, მაგრამ ვერ უძლებენ რა მათზე მომავალ საცდურს, უარგისნი აღმოჩნდებიან. ხედავ, როგორ თქვა ცხონების გზაზე შემდგართა მიმართ, შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღონ მოთმინებითად და ამ სამი თვისებით განარჩია ისინი მათგან, ვინც არ იმარხავს, როგორებიც არიან გზაზე დაცვენილნი, უნაყოფოთაგან როგორებიც არიან ისინი, ვინც ეკლიან ადგილასაა, და მათგან, ვინც ვერ უძლებენ მათზე მომავალ საცდურთ, როგორებიც არიან ისინი, ვინც კლდოვანზე არიან. თავი 8, მუხლით 16, 18. 16.
არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჩურთლითა, კინა ქვეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რათა შემავალნი იგი ნათელსა ხედვიდენ. 17. რამე თუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლო, რომელი არა საცნაური ყოს და ცხადად მოვიდეს. 18. იხილეთ უკვე, ვითა რეგე ისმენთ, რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქურს, მოვედეღოს მას. აქ სხვა სწავლება დაიწყო, ვინაიდან იგი მიმართავს მოწაფეებს და ამას ამბობს მათი დამოძღვრის მიზნით, რათა იყვნენ გულმოდგინენი ცხოვრებაში და დაუღალავი მოღვაწენი, რამდენადაც ყველანი მათ მიაპყრობენ მზერას. ვინაიდან ყველა მას უცქერის, ვინც მოძღვრავს და ქადაგებს, ყველა მას აკვირდება, კარგია ის, თუ პირიქით, და ვერაფერს თავისას ის ვერ დამალავს. ამრიგად თუ კი თქვენ, მოწაფეებო, ყურადღებიანი და გულმოდგინენი იქნებით, ღმერთი თქვენზე დიდ მადლს მოიღებს. ხოლო ვისაც არ აღმოაჩნდება გულმოდგინება და ყურადღება, ის თავისი დაუდევრობით ჩაკლავს და დაღუპავს ღმერთის იმ ნიჭსაც, რომელიც, როგორც ჩანს, მიაჩნია მას. თავირვა, მუხლი 19, 21. 19. მოვიდეს მისა დედა და ძმანი მისნი, და ვერ ეძლო შემთხვევად მისა ერისა მისგან. 20. უთხრეს მას და ეტყოდეს, დედა შენი და ძმანი შენი გარეთგანან და ხილვა შენი ხნებავს. 21. ხოლო თავად მან ხრქუა მათ, დედა ჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა სიტყვა ღმრთისა ისმინონ და ყვონიგი. აქედან ჩანს, რომ ქრისტე თავის ხორციელ ნათესავებთან ერთად კი არ იყო, არამედ ისინი მივიდნენ მასთან, ვინაიდან დაუტევა რა ისინი იგი სულიერი სწავლებითაა დაკავებული. ასევე, ყოველმა, რომელსაც ღმრთის მსახურება აქვს ჩაბარებული, არაფერი უნდა ამჯობინოს მას, არამედ მშობლებიც კი უნდა დაუტევოთ, თუ კი ისინი უსარგებლოდ და ტყუილუბრალოდ გვაბრკოლებენ საღვთო საქმიდან, ისევე როგორც უფალი იქცევა აქ, როდესაც ზოგიერთნი ეუბნებიან მას მისი ნათესავების შესახებ. იგი არ აქცევს ძმის წოდებას მცირედთა კუთვნილებად და იოსების ძეებს არ მიაკუთვნებს იმ პატივს, თითქოს და მხოლოდ ისინი არიან მისი ძმები. არამედ რამდენადაც იგი მოვიდა მთელი მსოფლიოს გადასარჩენად და იმისათვის, რათა ყველანი ძმებად ვექციეთ, ამბობს, დედა ჩემი და ძმები ჩემი ისინი არიან, ვინც ღმრთის სიტყვას ისმენენ, შემდეგ ვინაიდან მხოლოდ მოსმენა ვერავის აცხოვნებს, არამედ მხოლოდ სასჯელს მოაწევს მასზედ, იგი ამბობს, და ასრულებენ მას. ვინაიდან უნდა ისმინო კიდეც და ამასთან შეასრულო. ღმრთის სიტყვას თავის მოძღვრებას უწოდებს, ვინაიდან რაც არ უნდა ეთქვა მას, ყველაფერი მის მამას ეკუთვნოდა. ვინაიდან იგი არ იყო წინააღმდგომი ღმრთისა, რომ მისი სიტყვა ღმრთისა არ ყოფილიყო. ზოგიერთნი ამ ადგილს ასე იგებენ, რადგანაც ქრისტე ასწავლიდა და დიდებაში იყო თავისი მოძღვრების გამო, ამიტომ ზოგიერთნი, შურით ანთებულნი, თითქოს და მის დასაცინად ამბობდნენ, აი დედა შენი და ძმანი შენი, გარეთდგანან და შენი ხილვა სურთ. რამდენადაც დედამისი ღარიბი იყო და მისი ძმები არ იყვნენ დიდებული წარმოშობისანი, როგორც დურგლის შვილები, ამიტომ ისინი, იმისათვის რომ შეერცხვინათ იგი, როგორც არაკეთილშობილი, უთითებდნენ კიდევ მას დედასა და ძმებზე. მაგრამ მან იცოდა რა მათი ზრახვები, თქვა, ნათესავთა სიღარიბე სრულიადაც არ მნებს მე, პირიქით, თუ კი ვინმე არის კიდეც ღარიბი, მაგრამ ღმრთის სიტყვას ისმენს, მას მე ჩემს ნათესავად ვაქცევ. თავირვა, მუხლი 22, 25. 22. და იყო ერთსა შინა დღესა თავადი შევიდა ნავსა და მოწაფენი მისნი მისთანა და ხრქუა მათ, განვიდეთ წიაღკერძო ტბასა მას და აუვიდეს. 23. და მირავიდოდეს იგინი ნავითა მიეძინა. და გარდამოდა არმური ქარისა ტბასა მას ზედა და აღივსებოდა ნავი იგი და იურვოდეს. 24. და მოვიდეს და განაღძეს და ეტყოდეს, მოძღვარ, მოძღვარ, წარუწყმდებით. ხოლო თავადი აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ღელვასაც ყალთასა და დასცხრეს და იყო დაყუდება დიდი. 25. და ხრქუა მათ, სადა არ სარწმუნოება თქვენი. ხოლო მათ შეეშინა და დაუკრდა და იტყოდეს ურთიერთას, ვინმე არს ესე, რამე თუ ქართაცა უბრძანებს და წყალთა და ერჩიან მას. უფალი იძინებს განსაკუთრებული განზრახვით, კერძოდ, რათა სავარჯიშო მისცეს მოწაფეებს და გამოსცადოს, თუ როგორია მათი რწმენა, დარჩებიან თუ არა ისინი აუმღვრევლნი საცდურთაგან. აღმოჩნდება, რომ ისინი სუსტნი არიან. ისინი ავლენენ არასრულყოფილ რწმენას, არამედ შერეულ სურწმუნოებასთან. ვინაიდან სწამთ, რომ მას შეუძლია ისხნას, მაგრამ როგორც მცირედმორწმუნენი ამბობენ, გვიხსენი. ვიღუპებით.
მათ რომ სრულყოფილი რწმენა ჰქონოდათ, სავსებით დარწმუნებულნი იქნებოდნენ, რომ მათთვის შეუძლებელიც კია დაიღუპონ მაშინ, როდესაც მათ გვერდით ყოვლის შემძლეა. თავადი აღდგა და შერისხა ქარსა. მისი ძლიერება რომ უფრო აშკარა ყოფილიყო, მან დაუშვა ისინი შემწყარიყვნენ. ვინაიდან ჩვენ, ადამიანებს, ჩვეულებრივ უფრო მეტად გვახსოვს ის მხსნელი, რომელმაც გვიხსნა ჩვენ დიდი საფრთხისაგან. ამიტომაც აღდგა და იხსნა ისინი არა თავიდანვე, არამედ როდესაც საფრთხის ზღვარზე იდგნენ. შეგიძლია გადატანითი მნიშვნელობაც დაინახო. არსებული მოვლენა არის სახე იმისა, რაც მოწაფეებს შემდგომში დაემართათ. ტბა წარმოადგენს იუდეას, რომელსაც თავს ქრისტეს წინააღმდეგ მძვინვარების ძლიერი ქარიშხალი დაატყდა, რომლითაც მძვინვარებდნენ იუდეველნი უფლის ჯვარცმისას. მოწაფეებიც შეცბნენ, ვინაიდან ყველამ დაუტევა იგი და გაიქცა, მაგრამ უფალმა განიღვიძა ძილისაგან, ანუ აღსდგა და მოწაფენი კვლავ დამშვიდნენ. ვინაიდან წარსდგა რა მათ წინაშე, მან თქვა, შვიდობა თქვენთან იოანე 20:19. ასეთია ამ ადგილის გადატანითი მნიშვნელობა. ვინმე არს ესე, ამას ისინი ეჩვის გრძნობით კი არ ამბობენ, არამედ გაკვირვების. ისინი თითქოს და ამგვარად ამბობენ, ვინ არს ეს, ანუ როგორი დიადი და საკვირველია იგი და რომელი ხელმწიფებითა და ძალით იქმს ამას. თავი 8, მუხლი 26, 33, 26 და განვიდეს სოფელსა მას გადარინელთასა, რომელ არს წიაღკერძო გალილეასა. 27 და ვითარცა განვიდეს იგინი ქვეყანად მოვინმე ეგებოდა კაცი ქალაქისასა, რომლისათანა იყვნენ ეშმაკნი და მრავალ ჟამსამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა. 28 და ვითარცა იხილა მან იესო ღაღატყო და შეურდა ფერთა მისთა და მითა დიდითა იტყოდა, რა ძეს ჩემი და შენი, იესო ძეუღმთისა მაღლისაო. გევედრები, ნუ მტანჯავ მე. 29 რამე თუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსვლად კაცისა მისგან, რამე თუ მრავალგზის წარიტაცის იგი და შებორკილიან იგი ჯაჭთა და საკროლითა და სწვეთ და განხეთქნის საკროლნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა. 30 ჰკითხა მას იესო, რა არს სახელი შენი? ხოლო მან hrქუა, ლეგიონ, რამე თუ ეშმაკნი მრავალნი შესრულიყვნეს მისა. 31 და ევედრებოდეს მას, რათა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთასვლა. 32 და იყო მონკოლტი ღორთა მრავალი, ძოვარი მთასაზედა და ევედრებოდეს მას, რათა უბრძანოს მათ ღორებს ამას შესვლა. და თავად მან უბრძანა მათი. 33 და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიიმართა ყოველ მონკოლტმან კბოდეს ამას ტბად და დაიშთვნეს. ნახე, ეშმაკი შეპყრობილი ორი ბოროტივნებით, კადნიერებით და შიშით. ვინაიდან სიტყვები, რა ძეს ჩემი და შენი, დამახასიათებელია კადნიერი და უსირცხულო მონისათვის, ხოლო გევედრები შიშარისათვის. ის ცხოვრობს სამარხებში იმ მიზნით, რათა ადამიანებს ჩაუნერგოს მაცდური აზრი, რომ გარდაცვლილთა სულები ეშმაკები ხდებიან. არაწმიდა სულები ითხოვენ, რათა მათ არ ებრძანოთ უფსკრულში დანთქმა, არამედ ნება დართონ კიდევ იცხოვრონ მიწაზე. უფალი მიწაზე ცხოვრების ნებას რთავს მათ, რათა მათ თავს ესხმიან რა ადამიანებს უფრო დიდებით მოსილნი გახადონ ისინი. ვინაიდან რომ არ ყოფილიყვნენ წინააღმდგომნი, ღვაწლიც არ იქნებოდა, ხოლო თუ კი არ იქნებოდა ღვაწლი, არც გვირგვინი იქნებოდა. იცოდე უფრო გადატანითი მნიშვნელობაც. ვისაც თავისში ეშმაკები ჰყავს, ანუ საეშმაკო საქმეები, იგი არ იცვამს შესამოსელს, ანუ არ გააჩნია ნათლობის სამოსი და არ ცხოვრობს სახლში, ანუ ეკლესიაში, ვინაიდან არ არის ღირსი ეკლესიაში შესვლისა, არამედ ცხოვრობს სამარხებში, ანუ მკვდარი საქმეების საუფლოში, მაგალითად უსარგებლო სახლებში, საბაჟოებში, ვინაიდან ასეთი სახლები არსებითად ბოროტების სამკვიდროა. თავი 8, მუხლი 34, 39, 34 ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე ილტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. 35 და გამოვიდეს ხილად, რომელი იგი იქმნა და მოვიდეს იესოსა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულიყვნეს, შემოსილი და გონიერი, ფერთათანა იესოსთან და შეეშინა. 36 რამე თუ უთხრეს, რომელთა იგი ეხილვა, ვით არ იგი ცხონდა ეშმაკეული. 37 და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისა მის გადარინელთასა, რათა წარვიდეს მათგან, რამე თუ შიშითა დიდითა შეპყრობილი იყვნენ.
ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მონვე. 38. ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულიყვნეს, რათა იყოს მისთანა. ხოლო თავად მან განუტევა იგი და ხრქუა. 39. მიიქეთ სახით შენდა და მიუთხარ, რაოდენ იგიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა, რა იგიყო მისცი იესო. წყემსების გაქცევა გადარინელთათვის ცხონების საბაბი იყო, მაგრამ მათ ვერ გულისხმაყვეს. მათ მართებდათ გაოცებულიყვნენ მაცხოვრის სიძლიერით და ერწმუნათ მისი, ისინი კი ნათქვამიას თხოვდნენ, ანუ ევედრებოდნენ იესოს წასულიყო მათგან. ვინაიდან ეშინოდათ, რათა კიდევ რაიმე სხვა დანაკლისი არ განეცადათ, მსგავსად იმისა, როგორც ღორები დაკარგეს. მაგრამ იგი, ვინც კურნება მიიღო, წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას განკურნებისა. იგი იმდენად გაჯანსაღდა გონებით, რომ შეიცნო იესო და სთხოვა მასთან ყოფილიყო. როგორც ჩანს, ეშინოდა, რომ იესოსგან მოშორების შემთხვევაში კვლავ ეშმაკთა ხელმწიფების ქვეშ არ აღმოჩენილიყო. მაგრამ უფალი უჩვენებს რამას, რომ იგი იესოსთან არ ყოფნის შემთხვევაშიც, არამედ მისი მადლის საფარველ ქვეშ მყოფი შეიძლება ეშმაკის მანქანებაზე მაღლა იდგეს, ეუბნება მას, მოიქეთ სახით შენდა და მიუთხარ, რაოდენ იგიყო შენ ღმერთმან. არ უთქვამს, რაოდენ იგიყავი შენ მე. რათა ჩვენ გვიჩვენოს მაგალითი სიმდაბლისა, რათა ჩვენი ყველა კეთილად დასრულებული საქმე ღმერთს მივაკუთვნოთ. მაგრამ განკურნებული იმდენად კეთილგონიერი იყო, რომ ქადაგებდა, რა უყო იესომ. თუმცა უფალმა ამცნო მოეთხრო იმის შესახებ, თუ რა იყო მას ღმერთმა, იგი კი უამბობს იმის შესახებ, თუ რა უყო მას იესომ. ასევე ჩვენს, როდესაც სიკეთეს გავაკეთებ, არ უნდა ვისურვოთ ქადაგება მის შესახებ. მან კი, ვისაც სიკეთე უყვეს, უნდა ამცნოს მის შესახებ, თუნდაც ჩვენ არ გვსურდეს ეს. თავირვა, მუხლი 40, 44. 40. და იყო მიქცევასა მას იესოსა მომე შეიწყნა რა იგი ერმანმან, რამე თუ ყოველნივე მოელოდეს მას. 41. და აჰა ესე რა მოვიდა კაცი და სახელი მისი იაიროს და ესე მთავარი იყო შესაკრებელისა და დავარდა ფერთა თანა იესოსთა და ევედრებოდა მას, რათა შევიდეს სახლსა მისსა. 42. რამე თუ ასული მარტო ესუა მას, რომელი იყო 12 წლის და იგი მოკუდებოდა. და მისვლასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა. 43. და იყო ვინმე დედაკაცი წყაროთა სისხლისათა 12 წლითგან, რომელსა ყოველი მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა და ვერვის განეკურნა. 44. და მოვიდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. და მეხსეულად დასცხრა წყარო იგი სისხლისა მისისა. იესო ის იყო დაბრუნდა გადარინელთა ქვეყნიდან, რომ ხალხი უკვე ელოდა მას, ნაწილობრივ სწავლების, ნაწილობრივ კი სასწაულთა გამო. მოვიდა მასთან ერთი შესაკრებლის მთავარიც, არა ღარიბი, არა განდევნილი, არამედ ერთ-ერთი პირველთაგანი. მახარებელი ურთავს მის სახელსაც, რათა ამით კიდევ უფრო ცხადი გახადოს, რომ სასწაული ჭეშმარიტია. მწვავე საჭიროების და გამო იგი ემხობა იესოს ფერხთით. მართალია იგი მწვავე საჭიროების გარეშეც უნდა დამხობილიყო იესოს წინაშე და ეღიარებინა იგი ჭეშმარიტ ღმერთად, თუმცა ხდება ისეც, რომ მწუხარება აღძრავს ადამიანებს და ირჩიონ უკეთესი. სწორედ ამიტომ თქვა დავითმაც, ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა, ჭიმითა და აღურითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მოგეახნეს. ფსალმუნი 31:9. გზად მიმავალ უფალთან მიდის დედაკაცი, რომელსაც საკმაოდ ძლიერი რწმენა ამოძრავებს. მივიდა რა იგი კიდეს შეეხო უფლის სამოსლისა დარწმუნებულმა, რომ როგორც კი შეეხება, მაშინვე განიკურნება კიდეც. და მეხსეულად დასცხრა წყარო იგი სისხლისა მისისა. ისევე როგორც თუ კი ვინმე მზერას ბრწყინავი სინათლისკენ მიაქცევს, ან და ფიჭხს ცეცხლთან მიიტანს, ისინი, სინათლე და ცეცხლი, მაშინვე ავლენენ თავიანთ მოქმედებას, ასევე დედაკაცმაც შესწირა რა რწმენა განკურნების შემძლეს, მეხსეულად მიიღო კურნება. ვინაიდან იგი არაფერზე არ ფიქრობდა, არც ავადმყოფობის ხანგრძლივობაზე, არც მკურნალთა უიმედობაზე, არც არაფერ სხვაზე, არამედ მხოლოდ სწამდა და გადარჩა. და როგორც ჩანს, იგი თავდაპირველად ფიქრით შეეხო იესოს და შემდეგ უკვე ხორცით. თავირვა, მუხლი 45, 48. 45. და თქვა იესო, ვინ შემახო მე? და ვითარცა უარ ჰყოფდეს ყოველნი, ხრქუა პეტრე და მისთანათა, მოძღვარ, ერნიგარე მოგადგან და შეგაიწრებენ შენ და შენ იტყვ, ვინ შემახო მე? 46.
ხოლო იესო ხრქუა, შევინმე მახო მე, რამე თუ მე ვცანძალი, განსრული ჩემგან. 47 და იხილა რა დედაკაცმან მან რამე თუ არა დაეფარა, მოვიდა წრწოლით და შეურდა მას და რომლისა ბრალისაც შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა და ვითარ იგი მეხსევლად განიკურნა. 48 ხოლო იესო ხრქუა მას, ნუ გეშინინ, ასულო სარწმუნოება მან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშტობით. უფალს სურდა რა ეჩვენებინა ყველასათვის სარწმუნოება დედაკაცისა, რათა მიებაძათ მისთვის და იაროს ჩასახო და კეთილირწმენა მისი ქალიშვილის განკურნებისა, სააშკარაოზე გამოაქვს ის, რაც საიდუმლოდ აღესრულა. კერძოდ, იგი კითხულობს, თუ ვინ შეეხო მას, მაგრამ პეტრე როგორც თამამი საყვედურობს რამას ასეთი კითხვისათვის, ამბობს, ამდენი ხალხი გავიწროვებს, შენ კი ამბობ ვინ შემახო მე, თავად კი არ ესმოდა, თუ რა იკითხა უფალმა. ვინაიდან იესო მიკითხა, ვინ შემეხო მერწმენით და არა ისე უბრალოდ. ვინაიდან როგორც ყველას აქვს ყურები რათა გაიგონოს და მიუხედავად ამისა ზოგიერთებს აქვს რა ყურები არ ესმის, ასევე ამ შემთხვევაშიც ზოგიერთი რწმენით ეხება, სხვა კი თუმცა უახლოვდება, მაგრამ მისი გული შორს რჩება. ამრიგად უფალი, თუმცა კი სცნობდა დედაკაცს, მაგრამ მაინც ეკითხება იმისათვის, რომ როგორც ვთქვი, მისი სარწმუნოებაც განადიდოს და შესაკრებლის მთავარიც უფრო მეტად დააიმედოს, ეკითხება და ამრიგად დედაკაცს შუა ადგილას აყენებს. მე ვცანძალი, განსრული ჩემგან. სამართლიანად ამბობს, ვინაიდან წინასწარმეტყველებს არ ჰქონდათ ძალა, მათგან გამომავალი, ისინი სასწაულებს ღმრთისმადლით აღასრულებდნენ. იესო კი არის, რაც ყარო ყოველგვარი სიკეთისა და ყოველგვარი ძალისა აქვს ძალაც მისგან გამომავალი. ქრისტე ორმაგად კურნავს დედაკაცს, ჯერ ერთი განკურნა მისი სნეულება, შემდეგ კი დაამშვიდა სულიერი ძრწოლისაგან, უთხრა რა, ნუ გეშინინ, ასულო. თავი 8, მუხლი 49, 56, 49 და ვითარ იგი ეტყო და ოდენ მოვინმევიდა შესაკრებელის მთვარისა მის და ხრქუა მას, ვითარმეთ, ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღვარსა. 50 ხოლო იესოს ვითარცა ესმა, ხრქუა მას, ნუ გეშინინ, გარნაგრწმენინ და ცხონდეს იგი. 51 და ვითარცა მოვიდა იესოს სახლსა მას, არავინ უტევა შესვლად მისთანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოანე და მამა და დედა მის ყრმისა. 52 სტიროდეს მას ყოველნი და ეწყებდეს. ხოლო იესო ხრქუა მათ, ნუ სტირთ, რამე თუ ყრმა იგი არა მომკვდარ არს, არამედ სძინავს. 53 ხოლო იგი ნიხბასრობდეს მას, უწყოდეს, რამე თუ მომკვდარიყო. 54 და თავად მან გამოასხა ყოველი და უპყრა ელი ყრმისა მის და მაუყო, ყრმაო აღდეგ. 55 და მოიქცა სული მისი და მეხსევლად აღდგა. და უბრძანა, რათა სცენ მას ჭამადი. 56 და განუკრდებოდა მამად დედათა მისთა. ხოლო თავად მან ამცნო მათ, რათა არავის უთხრან საქმე იგი. იესომ გაიგონა რა, რომ ვიღაცამ უთხრა შესაკრებლის მთავარს, ნუ ღარ აწუხებ მოძღვარს, ანუ ნუ აწუხებ, ნუ სთხოვ წამოვიდეს, არ მისცა შესაკრებლის მთავარს, რაიმე ეთქვა მისთვის, არამედ დაასწრო მას, რათა არ ეთქვა მე აღარ ვსაჭიროებ შენს დახმარებას. უბედურება უკვე მოხდა, ის, ვისაც ვიმედოვნებდით, რომ განკურნავდი, გარდაიცვალა. ამრიგად მას რომ არ ეთქვა რაიმე ასეთი, ვინაიდან იგი ურწმუნო იუდეველი იყო, ქრისტემ დაასწრო მას და თქვა, ნუ გეშინინ, გარნაგრწმენინ. ეუბნება შეხედეო სისხლმდინარეს, მიბაძე მას და შენ არ შეცდები. უფალი მასთან ერთად წასვლის ნებას მხოლოდ პეტრეს, იოანეს და იაკობს რთავს, როგორც გამორჩეულთ მოწაფეთაგან და როგორც შემძლებელთ დაიდუმონ სასწაულის შესახებ, ვინაიდან მას არ სურდა, რომ იგი დროზე ადრე გამხდარიყო ცნობილი მრავალთათვის. იგი მის მიერ აღსრულებულ სასწაულთა უმეტეს ნაწილს, შესაძლოა, იუდეველთა შურის გამო მალავდა, რათა შურით ანთებულნი, სასჯელის ღირსნი არ შექმნილიყვნენ. ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. თუ კი ვინმე შურს ჩვენ არ უნდა წარმოვადგინოთ მის წინაშე ჩვენი სრულქმნილებანი, რათა გავაოგნოთ რა მათით, კიდევ უფრო მეტი შური არ გამოვიწვიოთ მასში და ცოდვაში არ ჩავაგდოთ, არამედ რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვეცადოთ დავფაროთ ისინი მისგან. როდესაც უფალმა თქვა, რომ ასული არ მომკვდარა, არამედ სძინავს და სიკვდილს წილი უწოდა, ვინაიდან აპირებდა აღედგინა გარდაცვლილი ისე თითქოს წილისაგან გამოეფხიზლებინა. ამის გამგონით დაციმა დაუწყეს მას, რაც მან იმისათვის დაუშვა, რომ სასწაული უმეტეს სასწაულად ქცეულიყო, რათა შემდგომში არ შესძლებოდათ თქმა, თითქოს ასული არ მომკვდარა, არამედ ეძინა.
ამიტომაც მოაწყო მან ასე, რათა ჯერ დაეცინათ სიტყვებისათვის, არ მომკვდარა, არამედ სცინავს, რომ გაეჩუმებინა მისი ცილისწამების მსურველნი, ვინაიდან ქალიშვილის სიკვდილი იმდენად აშკარა იყო, რომ დასცინეს მას, როდესაც უფალმა თქვა, არ მომკვდარაო. უფალმა ყველანი გარეთ გამოაძევა, შესაძლოა იმის გამო, რომ ჩვენთვის ესწავლებინა არ ვიყოთ დიდების მოყვარენი და არაფერი გავაკეთოთ სხვების დასანახად, ხოლო შესაძლოა იმის გამოც, რათა ჩაენერგა, რომ ის ვინც სასწაული უნდა აღასრულოს, მრავალთა გარემოცვაში კი არ უნდა იმყოფებოდეს, არამედ განმარტოებით და თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი შეშფოთებისაგან სხვათა მხრიდან. და მოიქცა სული ღრმისა. ვინაიდან უფალმა ახალი სული კი არ შთაბერა, არამედ უბრძანა მოქცეულიყო იმას, რომელმაც დატოვა სხეული, უბრძანა მისთვის მიეცათ საჭმელი მეტი სარწმუნოებისთვის და დასამტკიცებლად იმისა, რომ იგი მართლაც აღსდგა. ეს შესაძლოა ასეც გავიგოთ. სისხლმდინარე არის ყოველი სული, რომელშიც დუხს და თითქოს და მოსჭკებს სისხლიანი და მომაკვდინებელი ცოდვა. ვინაიდან ყოველი ცოდვა არის მკვლელი და მომწყვლელი სულისა. თუ კი სული იესოს სამოს შეეხება, ანუ ხორცშესხმას მისას და ირწმუნებს, რომ ძეღმრთისაგან ხორციელდა, მაშინ გამოჯანმრთელდება. თუ კი ვინმე შესაკრებლის მთავარია, ანუ გონება ამაღლებული ვერცხლის მოყვარეობით შეგროვებულ სიმდიდრეზე, მაგრამ ასული მისი, ანუ გულის თქმა დაავადდა და ემ მხოლოდ მოუწოდოს იესოს და ირწმუნოს მისი და გადარჩება.